კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი წლებია მთელ საქართველოში უფასო გასინჯვების აქციას ატარებს. მორიგი საქველმოქმედო აქცია ცენტრის ექიმებმა ქარელის რაიონში ჩაატარეს და მის ფარგლებში თიღვის მუნიციპალიტეტის დევნილმა მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას შორის არის უკვე ტრადიციად ქცეული, ყოველწლიური, წელიწადში რამოდენიმეჯერ უფასო გასინჯვების აქცია, რომელსაც ვატარებთ სხვადასხვა ადგილას საქართველოს მასშტაბით. ეს სამედიცინო აქციას ატარებს ადმინისტრაციასთან ერთად ქირურგიის ეროვნული ცენტრი, როდესაც მე მადლობას მოვახსენებთ თითოეულ ექიმს, ხელმძღვანელობას და ვატარებთ ქარელში, ჩასახლება არის აქ დაახლოებით 140 ოჯახი. დევნილთა ჩასახლება, ჩამოსულები არიან სხვადასხვა პროფილის ექიმები, უნებრივია ამ შესაბამისად ვარიგებთ მედიკამენტებს, ვარიგებთ სათვალეებს, მხედველობის მხრივ, ვისაც აქვს პრობლემა, ჩვენების მიხედვით თითოეულ ოჯახს გადავცემთ წნევის აპარატებს სიმბოლურად და ესეთი აქცია მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მოსახლეობას ესაჭიროება სკრინინგი, ეს არის სკრინინგი და ეს აქციები გაგრძელდება ბუნებრივია სხვადასხვა ჩასახლებებში ეტაპობრივად. ზოგადი ქირურგი, უროლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, რადიოლოგი. სწორედ ამ პროფილის ექიმების მომსახურების სრულიად უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობა მიეცათ დევნილებს. მათ ჩაუტარდათ უფასო დოპლეროგრაფია, ეკოსკოპიური და კარდიოლოგიური კვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. ეს ის შემთხვევაა, როცა კლინიკა მიდის იმ ადამიანებთან, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში თავად ვერ ახერხებს მისვლას. ქარელის პროექტორე მოვედი, გავეშინჯე ექიმთან, დიდი მადლობელი და პაციენტითანაც ვართ, ყველაფერი წნევის აპარატიც მომცეს და ექიმების მადლობელი ვარ და კიდევ ხალხის, რომ სინჯავენ და გავეშინჯე მეცა და ეხლა კიდევ თვალის ექიმთან მივდივარ კიდევ რომ გავესინჯო. იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად თბილისიდან სამინისტროდან მოიწვიეს ქირურგიის ცენტრიდან მედპერსონალი. გავიარეთ კონსულტაცია, აგერ ბატონო დავითი, ბატონო ალექსანდრე, ძალიან მადლობის მეტი რა მოგახსენოთ. მადლობა მინდა გადაუხადო თბილისის ქირურგიის ცენტრის ექიმებს. ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩვენ დევნილ ხალხის მიმართ. გავიარე ექიმებთან კონსულტაცია. კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი და ავერსი რაციონალი ერთობლივად ვარიგებთ სხვადასხვა საჭიროების მიხედვით ავერსი რაციონალის მედიკამენტებს და უკვე შემდგომი გაგრძელება თუ კი პაციენტებს სჭირდებათ კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური კვლევები, სხვადასხვა ოპერაციული ჩარევები, ამასაც უზრუნველყოფთ, რომ მაქსიმალურად პაციენტები სრულყოფილად იქნენ გამოკვლეულნი და შემდგომ განკურნებულნი. ეხოსკოპიაზეც ვიყავი, ვენების ექიმებთანაც ვიყავი და ყველა ექიმთან გავიარეთ კონსულტაცია და ძალიან დიდი მადლობას ვუხდით. ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩვენ დევნილ მოსახლეობის მიმართ. აქციის ფარგლებში 100-მდე პაციენტი გაისინჯა. მიეცა ექიმის რეკომენდაცია და სათანადო მედიკამენტოზური დანიშნულება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა გასინჯული პაციენტები საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყო, რომელიც ავერსი ფარმამ გამოყო.